რა ვთქვი დღეს ბავშვმა გატეხა თავისი ლუკმა და სხვასაც მიაწოდა. თვითონ ნახევარი შეხვდებოდა და არამთლიანი და ეგ არის სიყვარული. შენ რომ მოიკლებ რაღაცა სხვისთვის, დროს მოიკლებ, ენერგიას მოიკლებ, მისი სურვილისამებრ გააკეთებ და არ დაიჟინებ, რომ გინდა თუ არა ასე გავაკეთოთ, მანდაც სიყვარული ჩანს. ანუ რაღაცას გაიღებ სხვისთვის. ეგ არის სიყვარული. და თუ ეგ არ არის, რამდენი გულებიც გინდა უგზავნე მესენჯერში, არაფერი არ გამოვა. თუ ეგ არ არის. თუ ეგ არის, მე უკვე ყველაფერი ლამაზდება. ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება და ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე, სხვისთვის რაღაცის გაღების გარეშე ნიშნავს, რომ შენ ადამიანად არ იწოდებ. გესმით? იმიტომ რომ ნებისმიერ ნივთს აქვს დანიშნულება ემსახუროს სხვას. ხო მართალი? არც ერთი სულ ვამბობ ხოლმე ბავშვო, სულ ვეუბნები. ჯერ მე ვერ აღმოვაჩინე ისეთი ნივთი, რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავისთვის. აბა დაფიქრდით უბრალოდ, ნებისმიერ ნივთს შეხედეთ და უბრალოდ არსებობდეს თავისთვის არავის არ გამოადგეს. ეგეთი ნივთი აბა აღმოგიჩენიათ, აბა იფიქრეთ, იქნებ აღმოაჩინოთ. ყველა ნივთი სხვის მსახურებაში პოულობს თავის არსებობის მიზანს. და ადამიანი ხო ამ ნივთებზე ბევრად აღმატებული, ადამიანი მხოლოდ თავისთვის არსებობდეს. ლუარსაბ თათქარიძე კაცი ადამიანი, თქვენ გაიარეთ თუ რომელ კლასში გადიან, თუ აღარ გადიან? ჯერ არა? ლუარსაბ თათქარიძეს არაფერი შეიძლება არ დაუშავებია, მაგრამ არც არავისთვის სიკეთე არ უქნია და რა აზრი ქონდა ეგეთი კაცის არსებობას? მაგ თავარ შეკითხვას წავს წმინდა ილია მართან.